მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ The Creative და დღეს ჩვენ ვიღებთ Minecraft-ის mini games სახელად Bedwars და ეს არის ჩემი მეორე let's play. ერთი თუ არ ვცდები იყო რაზე იყო Minecraft-ის survival-ი იყო. ესე იგი და დღეს მე გადამეღო ახალი მიკროფონით, რომელიც სულ ახლახან შევიძინე და ძალიან მომწონს. ნუ ეს თქვენ უნდა მოგეწონოთ, რომ ჩემთვის დიდი არაფერია, მე თუ მომეწონება და რავი თქვენც თუ მოგწონთ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ესე იგი ეხლა მე ვიყიდი ხმალს, რომელიც ღირს ერთი რკინა ვიყიდი ტრანსალცმელს და ვიყიდი ერთსალ armors. ნუ armory არის chest plates. ქართულად chest plates ეხლა ვიგეთქვით რა ქვია. ნუ მაისური. არა. ნუ ხო რაღაც ეგეთია. მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და აქ მგონი ვერ გადავხტები. იმიტომ რომ გამილაგა თან და ესე იგი ჩავარდით მოვკვდით ჩემიანების ბრალია, იმიტომ რომ იქ ბლოკები არ გააკეთეს. ესე იგი გვაქვს ვაი ვიღაც მოდის უკან კლიკ აუ ნუბ დაიმშვიდობეთ ჩემს ლოგინს. კარგად მეგობრებო, დღეს თქვენთან ერთად იყო ესე კრეატივი. არა, კიდევ კარგი, მაგრამ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მაინც დაანგრია? არა, ვერ დაანგრია. ვაიმე, ნუბი ჩემი. ესე იგი მეგობრებო, ვერ დაანგრია და ვერ მოასწრო ლოგინის დაანგრევა, რადგან ჩემიანმა მოტვინა, რომ ლოგინი უნდა შეენიღმა. ესე იგი ვიყიდოთ ერთი წალი ხმალი და წავიდეთ ვინმეს შესატევად. ესე იგი ესე ავხდეთ, გადავახტეთ და კიდევ არ დადეს. მე გადავებით? არა, მაინც გადავხტით. ესე იგი ეხლა უბრალოდ იმიტომ ვერ გადავხტით, რომ მქონდა ძალიან დიდი ლაგები. ეხლა ვცდები წავიდე ლურჯების ლოგინის დასანგრევად. უგინარ ვიღაცა მარტყმს. დიდი მადლობა მას, იმიტომ რომ კლიქს მიშვება და მე არხა. ვაიმე დედა. Yes, მოვასწარით მეგობრებო, მათი ლოგინის დამტვრევა და რა თქმა უნდა ჩვენ მოვკვდით, იმიტომ რომ არც armory გვეცვა და არაფერი. ესე იგი ძალიან კარგია. პირველი ლოგინიც დავამტვრიეთ, გვაქვს 30 ბრონზა, რომელიც გამოგვადგება, ეხლა გვჭირდება რკინა, მაგრამ ჩვენიანმა არ გვაცალა ამის გაკეთება. ავიღოთ ეს ბრონზაც და შევიძინოთ ბლოკები. ესე იგი მან შეიძინა სკივრი, რაც ჯობდა დაედო ლოგინთან. კარგი, არა უშავს, შევიძინოთ ცოტა ბლოკები. ესე 35-მდე, კარგი, 34 იყოს და შევიძინოთ საჭმელი. კარგი, ესე იგი მწვანე მოდიოდა ჩვენი ლოგინის დასამტვრევად, რაც არ გამოუვიდა და ვაიმე, კარგი რა, მეგობრებო, კარგით რა. ესე იგი ჩავარდით, დიდი არაფერი არ გქონდა, ისეთი უბრალოდ საჭმელი გქონდა, რასაც ეხლაც შევიძენ. ეხლა მჭირდება 7 წალი 14 წალი რკინა, რათა ვიყიდო საუკეთესო ზედა და საუკეთესო ვაიმე ჯიჯი. აუ ძალიან მაგარი იყო ეს მოთამაშე, რატომ რაღაც ძალიან მომეწონა. კარგი, ჩადეს რაიმე, ესე იგი ერთი რკინა ჩადეს 4 ბრონზა, რომელსაც ავიღებ, იმიტომ რომ დამჭირდება. ესე იგი შევიძენ ამითი საჭმელს 22 წელს და შევიძენ ასევე ბლოკებს. ვჭამოთ არ გვშია. ესე იგი კარგით, მაშინ შევიძინოთ წერაქვი. სად არის? აგე რკინის წერაქვი მომევიდა და ეხლა ვეცდები წავიდე ლოგინის დასამტვრევად. დარჩენილია მწვანეების ლოგინი და ასევე დარჩენილია ჩვენი ლოგინი. გადი, მომშორდი, გადი აქედან. თუმცა მას წერაქვი არ აქვს. კარგად მეყოლე მეგობარო. მოყოლი? არა, არ მომიკლავს. რატომ გაწხვდები, რომ ეს ჩვენი მელი არის ძალიან სულელი, რადგან მოვიდა ჩემს ბაზაზე ლოგინის დასამტვრევად და წერაქვი დაავიწყდა, რომელიც უკვე მოკვდა. ესე იგი მეორე მწვანე მოდის, კარგი რა, ეხლა დამინგრევენ ლოგი 100%-იანი ვიცი. მე წერაქვი მაქვს ძმა. ჭამოთ საჭმელი. ვაიმე, ვერ მოვარტყი, დაარტყით. აი ჩემიანი გაჩნდა, რატომ რაც ძალიან მაგარია. საიდან იყიდა ესე მალე ესეთი armory აზრზე არა ვარ. და უნდა მოვკლათ წესი და არ უნდა ვაცადოთ. მოკვდა. Yes, გადავრჩით. ძალიან მაგარია ჩემიანი.
უკვე მე რამდენად გადაგვარჩინა ლოგინის დამტვრევას, ეს ორი კრიპერი იყო ნამდვილად მალადეც მას, იმიტომ რომ უკვე მეორედ გადაარჩინა ჩვენი საწოლი დანგრევას და მოდის ისევ ეს კრიპერი, რომელიც რატომღაც ხვდები რომ ქართველია და არ ვაცდილებ ჩვენი ლოგინის დამტვრევას. ნუ მე არა ეს არ აცდილეს. კარგი რა მეგობა რომ მოდიხარ ლოგინის დამტვრევა და არ გაცვია არც ტანსაცმელი, არც არაფერი. და გინდა რომ ლოგინი დამტვრივ. ეს ხო დიდი უაზრობაა, იმიტომ რომ საჭმელი მაინც წამოიღე, რამე მაინც წამოიღე. ტროსი კი მაინც ამოიცვი რომ არ მოკკლათ. კარგი, ესე იგი შევიძინო ამ ოქროების საშუალებით მე ეხლა წავალ და შევიძენ რა შევიძინო. ესე იგი მაქვს 9 ოქრო, შევიძენ რკინის ხმალს და შევიძენ ერთსალ შვილს. მე მომიჩვენა? ალბათ. ესე იგი შევიძინოთ რკინის ხმალი, ასევე შევიძინოთ 3 ოქროთ შეფასებული შვილდი, დაგვრჩა 2 ცალი ოქრო, ამ 2 ცალი ოქროთი შევიძინოთ 1 ცალი ძალის ელექსირი და შევიძინოთ 1 დაცვა 2-ით არმორი. ოპის ისევ დაბრუნდა, ის რომ ჩვენი მოუშორებელი ჭია გახდა. ეხლა მას ისევ მოკლავენ. ეხლა ტრუსიკი ჩაუწვავს. არა, ის სხვა არის. რა გნებოთ? უკაცრავად ეს 1. მეორეს ვეღარ მოვარტყი, იმიტომ რომ ეს მოკლავს სამაგერად მე თუ არა. გაიქცა. ლოლ. იზი. ძალიან მაინტერესებს ის იქიდან ჩამოსვლას როგორ აპირებს, რატომღაც მახსოვს რომ ამ სერვერზე არ არის ვაიმე და უკნიდან ჩამარტყეს. გაიგეცი, კარგად. ნახონდის. წყალში ჩავარდი. არა, თხოვ. აუ, კარგით რა. ნუ არა უშავს, ესე იგი დავრჩით ჩვენ 3 წითლებში 2 და ლურჯებში 0. ჩვენი ლოგინის დამტვრევის შანსი არ აქვს, რადგან ძალიან კარგი ბოდიშით რეკლამაზე გადავიდა, ავტომატურად Google-იმ რეკლამა მოაქვს, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ესე იგი უცებ მეგონა რომ ჩემიანი არ იყო ეს და გადამიწიდა გული. ესე იგი ეხლა მე ვცდი რომ წავიდე ლურჯების ბაზაზე. აქ ტყვითლები არიან ლურჯების ბაზაზე წავალ იმ მიზნით რომ იქ იქნება ძალიან დიდი რაოდენობის რესურსები. ესე იგი ყვითელი ეცდება ჩემ მოკლას და რა თქმა უნდა ეცადა და მომკლა. არა უშავს ჩვენი ლოგინი ჯერჯერობით არავის არ დაუმტვრევია, რაც ძალიან კარგია. აქ რა გვაქვს ბრონზა დიდად არ დამჭირდება. ჩვენიანი რკინას იღებს n რაოდენობით, ნუ ერთი რკინა მაინც არაფერს არ მიზამს, არც იგი წამოვა და არც აქ წავა. კარგი, ესე იგი ყვითელი მოკლეს, როგორც ხვდები და ჩამაგდეს, არა უშავს დიდი არაფერია, რადგან ჩვენი ლოგინი ისევ შემწყობ მოიცა როგორ შეიძლება რომ თქვა ისევ წყობრშია. ავიღოთ ეს ერთი ცალი რკინა. ჩვენიანი ძალიან კარგად არის შეიარაღებული, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სულ 3 ვართ. აუ ეს ისევ არა უშავს. ეხლა წავიდეთ. ნუ აქ ვერ წავალთ. ეს ამის ხელით გადახვა. ის უკან ვერანაირად ვერ დაბრუნდება ის მოთამაშე, რომელიც წეხან იყო ზევით და ამიტომ ვეცდები გადავიდე ყვითლების ბაზაზე. ისე რომ არ მომკლავდა მშვილდი არ მომარტყან. აუ ვერ გადავხდი, კარგი, არა უშავს. მივიდეთ ეხლა აქ არის საკმაოდ დიდი რაოდენობის რესურსი, ნუ აქ აღარ გავილი ბრონზა არ მჭირდება, თორე უბრალოდ სტაკი გამოსება. ესე იგი 24 რკინა გვაქვს, ყიდულობთ საუკეთესოზე და ყიდულობთ 3 რკინად შეფასებულ თუ 7 რკინად შეფასებულ ხმალს, ვიყიდოთ ასევე საუკეთესო ზედა, რომელიც შეფასებულია 7 რკინად, შევიძინოთ არმორი. ხო, ყველაფერი მოქვს, არა, თავი დამჩენილია საყიდელი. ესე იგი, კიდე რა შეგვიძლია ვიყიდოთ, რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიყიდოთ წერაქვი, რომელიც არ მოგდის, კარგი წერაქვი, ამიტომ შევიძენ 5 ცალ რა ქვია ამას, ოქროს ვაშლს და ვეცდები გადავიდე მოწინააღმდეგების გუნდზე. გუნდზე კი არა და ლოგინზე, ესე იგი მომდის 3 რკინად შეფასებული წერაქვი. ვიყიდოთ ეს წერაქვი, შევჭამეთ საჭმელი დამავიწყდა. ესე ძალიან
გადავარდა. ლოლ. ვაიმე რა ნუბები არიან. და კიდე აღარ ჩავარდი და მე ვიქნებოდი მალე ნუბი. კარგი, ესე იგი ეს დავდგათ აქ, დავეკავოთ ხმალი და წავედით. ლოგინი შენიღბული საერთოდ არა აქვთ. ვაიმე. ჩქარა. სასწრაფოდ. ვაუ, მწვანეების ლოგინის ეს დანგრეული ყოფილა, რისთვის ჩქარობდი ნამდვილად არ ვიცი. ჩემი აზა უნგრევია წითელს და ეს ხელი რა თქმა უნდა მოვიგეთ ჩვენ. გილოცავთ ეს თამაში გაგრძელდა სულ რაღაც 10 წუთი და 11 წუთი და 10 წამი. მოდით ახლა მე დაგემშვიდობებით. და ხოთ შეაფასოთ ჩემი მიკროფონი, რომელიც სულ ახლახანს ვიყიდე.